ხვდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ეს ეხურთ გაშლა, რა თქმა უნდა, ეხება დაპაუზებულ, გაურკვეველ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს ან ისეთ ურთიერთობას, სადაც კონტაქტი ამ წუთას არ არის. ჯერ ვნახოთ რა ენერგიებშია თქვენთან დაკავშირებით თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. და გამოვა თუ არა კონტაქტზე და აღდგება თუ არა ეს ურთიერთობა ახლა მომავალში რა 2 კვირის ვადაზე. ბალანსისთვის ვიდეოს დალაიქება და გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. ნახოთ ეხლა რა ხდება. ესე იგი, ეს ადამიანი ხა საგონებელშია ჩავარდნილი. ძალიან ბევრს ფიქრობს ზოგადად, როგორც ესეთი იძახის, რომ ჩემს გაცევებზე და ჩემს დაქმედებებზეა დამოკიდებული ურთიერთობის ბედი, ენატრებით ნამდვილად გრძნობები, ემოციები, სიყვარული, ვნება, მიზიდულობა, აი ესეთი დიდი გააჩნია და ბევრი, მაგრამ აი თითქოს აი ესე გაასადამიან და ფიქრობს რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, მინდა არ მინდა, არადა როგორ მენატრება, არადა რა ბედნიერი ვიყავი მასთან, თქვენთან გატარებული დრო შეიძლება ახსენდება, მაგრამ თან რაღაც მომენტში თითქოს თავს იტყუებს, რაღაცა სიტუაციას გაურბის, რაღაც მომენტში რეალობის ბოლომდე მიღება და დანახვა არ სურს. ეხლა რაც შეეხება გამოჩენას ამ ადამიანის კონტაქტზე თუ გამოვა. კი ბატონო, კომუნიკაციაზე გამოვა ეს ადამიანი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აქ სიყვარული, გრძნობა, ემოცია, ენერგია გააჩნია და ვერ დაგივიწყებთ და მოვა და მოტრიალდება, შეხვედრად შეიძლება შემოგთავაზოთ, ან შეხვდეთ ერთმანეთსადმე გაისეირნოთ რაღაცა რომანტიკული განწყობებით, რომანტიკული ტალღებიც იყოს აქ ურთიერთობაში. არის მაგის პერსპექტივები, მაგრამ როგორ ენერგიას ტოვებს იცით ეს ადამიანი? თითქოს ბოლომდე თავის რეალურ სახეს არ გაჩვენებ თუ რაღაცას მალავს და ბოლომდე არ გეუბნება თავის შესახებ ყველაფერს. აი თან გრძნობებით მოდის, თან ემოციებით მოდის, მაგრამ საქმეზე რომ იდგება, უსაფ იკეტება და ყველაფერის ბოლომდე თქმა არ სურს. შეიძლება თვითონაც არ იცის სიტუაციაში არ არის თავის თავში გარკვეული და მაგიტოა ესე. ყოველ შემთხვევაში ვიტყოდ, რომ გრძნობები და ემოცია და ვნება და ეს მიზიდულობა და ეს ცეცხლოვანი ამბები გააჩნია და თქვენ აქტიურად საკმაოდ ძლიერ ადამიანად შემდგარს, ჩამოყალიბებულს, პასუხისმგებლიანს, გვერდში მდგომს, ან თუ დაჭირდა ნებისმიერ დროს რომ შეუძლია მოგმართოს, მაგრამ აი ბოლომდე მაინც ვერ გეხსნებათ რაღაცებში. შიში ხო არ აქვს თქვენი შემთხვევით და ხო არ გაურბის რაღაცებს და მაგიტო. ყოველ შემთხვევაში კომუნიკაციაზე ნამდვილად გამოვა ეს ადამიანი და აქ გარკვეული რომანტიკული ენერგიები და შემოთავაზებები იქნება. ბედნიერ წელს გისურვებთ, ბედნიერ შობას გისურვებთ, ბედნიერ ახალ წელს, სურვილების ასრულება გქონოდეთ ამ წელს, რაც ჩანაფიქრები გაქვთ.